გამოცხადდა 2026 წლის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი ლეონარდო და ვინჩი. ჩვენი ჟურნალისტი ნინო გელაშვილი სტუმრობს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს და კონკურსის დეტალებზე უფრო ცლად მოგვიყვება. ნინო ჩაგვერთვება ახლა, როგორც გითხარით, დილამშვიდობისა ნინი. ნინი დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ჩვენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ვიმყოფებით, რომელიც როგორც ჩვენმა წამყვანებმა აღნიშნეს, ძალიან საინტერესო კონკურსს ატარებს. ლეონარდო და ვინჩი, ასე ეწოდება მოსწავლე გამომგონებლებისა და მკვლევარების კონკურსს, რომლის მიზნებიც მრავალფეროვანია. მათ შორის ახალგაზრდების ინტერესის გაღრმავება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართ და მათთვის პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება. ჩემთან ერთად ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქაჯაია გახლავთ და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ ამ კონკურსის შესახებ. დილამშვიდობისა ქალბატონო. მოგვიყევით, როდის დაფუძნდა ეს კონკურსი და რა მიზანს ემსახურება? პირველ რიგში დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ კონკურსით ესეთ დაინტერესებისთვის. საპატრიარქოს ტელევიზია თითქმის რა ვიცი, მე მგონი როგორც კი დაფუძნდა 2011 წელს ეს კონკურსი და ვაცხადებთ, იმის მერე დიდ ინტერესს იწვევს და გამოცხადებაზეც გვეპატიჟებიან და შემდეგ უკვე დაჯილდოებულ ბავშვებსაც ესაუბრებიან ამ კონკურსის ფარგლებში. როგორც აღნიშნე 2011 წლიდან აკეთებს ფონდი ამ კონკურსის ადმინისტრირებას, ეს რა თქმა უნდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით ხდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებების როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მე-7-დან მე-12 კლასის მოსწავლეებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ორი მიმართულებით, ეს არის საინჟინრო მიმართულება და ასევე კვლევითი კვლევები. ინდივიდუალურად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება თითოეულ ბავშვს და ესევე ჯგუფურადაც. ოღონდ ჯგუფურის შემთხვევაში 3 მოსწავლეზე მეტი არ უნდა იყოს და ასევე დაუშვებელია კონკურსში, კონკურსის მიმდინარეობის პერიოდში მოსწავლეების ჩანაცვლება სხვა მოსწავლით. ეს ყოველთ არის დაუშვებელი. კიდევ რა გნებავდათ? დაინტერესება როგორი არის ახალგაზრდების მხრიდან. თქვენ როგორც აღნიშნეთ 2011 წლიდან ტარდება ეს კონკურსი და საინტერესოა თუ იზრდება ხოლმე ინტერესი წლების განმავლობაში და წელს როგორი არის? რა თქმა უნდა, ეხა იზრდება წელს, ეხა გამოვაცხადეთ, გუშინ იყო 10 მარტს გამოვაცხადეთ და მინდა აღვნიშნო, რომ 24 მარტს ეს კონკურსი რახან 3 ეტაპად მიმდინარეობს, 24 მარტს 6 საათამდე შეუძლიათ განაცხადების წარმოდგენა. და მინდა ასევე დავძინო, რომ ახლა ამ კონკურსზე სრულყოფილად ვერ ვისაუბრებთ, ბავშვებმა თვითონ უნდა ნახონ ეს კონკურსი და ეს შეიძლება ინახოს ჩვენი ფონდის საქართველოს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდზე, სადაც ამ კონკურსის დეტალურად არის ყველანაირი დოკუმენტაცია ატვირთული და რა თქმა უნდა ვადებიც. რაც შეეხება ეს 2011 წლიდან მე ამას არ კურირებდი, მართალია, მაგრამ სხვა ჩვენი თანამშრომლებისგან ვიცი და სტატისტიკური მონაცემებია, მონაწილეობას იღებდა 20-30 ბავშვამდე. წელს უკვე შარშანდელ სტატისტიკას გეტყვით, 70 მოსწავლე იყო თვითონ ჩართული, 70 პროექტი. და ამ 70 პროექტს ახლა ინდივიდუალურად შეუძლიათ, როგორც ვთქვი, მონაწილეობის მიღება და ასევე ჯგუფურადაც და ჯგუფურის შემთხვევაში ის 3-იც რომ მიემატოს, 100-მდე ბავშვი გამოვიდა. წელს რაიმე ცვლილება თუ გაქვთ? წელს მხოლოდ არის ტექნიკური ცვლილება, იმიტომ რომ ამ კონკურსში მონაწილე ბავშვები სპეციალური ამ კონკურსისთვის მითითებულ ელექტრონული პოსტის მისამართით გზავნიდნენ საკონკურსო განაცხადებს. ეხლა უკვე ელექტრონულად ატვირთავენ ფონდის გრანტების ერთიან ვებგვერდზე. თქვენ როგორც აღნიშნეთ, მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება ეს კონკურსი, ხო? და მონაწილეობს სხვადასხვა ქალაქი, სხვადასხვა რეგიონებიც და ჩვენ ყოველწლიურად კონკურსს ვაცხადებთ თუ არა, მაშინვე ეგზავნებათ ინფორმაცია თითქმის ყველა საქართველოში არსებულ საჯარო და ასევე კერძო სკოლებს და ვაძლევთ ინფორმაციას ამ კონკურსის გამოცხადების შესახებ.
ბოლოს მინდა გკითხოთ მსგავსი პროექტების და კონკურსების არსებობას რა მნიშვნელობა აქვს და რა უნარჩვევებს უვითარებს ახალგაზრდებს? მნიშვნელობა ის არის, რომ ეს კონკურსი თვითონ ძირითადად ავლენს აი ინოვაციებითა და სამეცნიერო ინტერესებით გამოვლენილ ბავშვებს, ვისაც ეს სურვილი აქვს, რომ დაუშვათ გააგრძელოს ცხოვრება და იმუშაოს მეცნიერების მიმართულებით და ასევე გამომგონებლობის ნიჭი, ეხა ბავშვ თუ არა აქვს, ხო არ დაინტერესდება ამ კონკურსით. აი იმ ბავშვების გამოვლენა და ხელშეწყობაა. და ძირითადად ეხა ეს კონკურსი გარდა იმისა, რომ ბავშვი იღებს მონაწილეობას, ეცნობა, ეხა ხელმძღვანელი ყავს აუცილებლად, ეს ხელმძღვანელი შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ასევე მშობელიც კი და მეცნიერი. სამ ეტაპად მაინც ვიტყვი ამას. სამ ეტაპად მიმდინარეობს ეს კონკურსი. პირველ ეტაპზე წარმოადგენენ მხოლოდ იდეას და ჩვენ გვყავს საკონკურსო კომისია, თითქმის მუდმივ მოქმედი, რომლებიც ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ ძირითადად მათ შემოაქვთ ახლა როგორც ვახსენე საინჟინრო და კვლევითი მიმართულებით, ესე იგი STEM-ის მიმართულებით ბავშვები, განვითარებულ ბავშვებზეა ეს საუბარი. პირველ ეტაპზე წარმოადგენენ მხოლოდ იდეას, მეორეზე უკვე საკონკურსო დოკუმენტაცია და ასევე მოდელებს წარმოადგენენ, თუ გადავიდა რა თქმა უნდა პირველი ეტაპიდან მეორეზე დააგროვა შესაბამისი ქულები და შემდეგ უკვე მესამე ეტაპზე ეს არის დასკვნითი, ეს არის თვითონ კონკურსის გამოფენაც და იქ უკვე ხდება ამ ბავშვების გამოვლენა და დაჯილდოება. ასე რომ აი რაღაცა იმ დღეს ხდება ამ ბავშვებისთვის ეს ინფორმაცია არ არის, რომ აი ჩვენ გამოვავლენთ და მე ხვალ შეგატყობინებთ ვინ გაიმარჯვა. აი იქ სადაც დარბაზში, სადაც გამოფენა არის, ესწრებიან ამ ბავშვების ახლობლებიც, დაინტერესებული პირებიც, რა თქმა უნდა სამინისტროს წარმომადგენლები, ფონდის წარმომადგენლები, თითქმის უკლებლივ ვართ და ვესწრებით, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესოდ იმართება. და მინდა გითხრათ ასევე, რომ ეს ჯილდოებიც გვაქვს 4 ნომინაციაში ხდება გამოვლენა ამ ბავშვების. პირველი არის გრან-პრი, რომელიც 10,000 ლარით ჯილდოვდება, მეორე არის პირველი, მე შემდეგ მოდის პირველი, მეორე და მესამე. და მე პირველ ადგილზე გვაქვს 5,000, შემდეგ 3 და მე 2,000. ჩვენი ჯილდოები არის ეს, თუმცა აი ბევრი არის ისა რა ქვია, დონორები ყავს, რა თქმა უნდა, და ისინიც გარკვეულწილად ერთვებიან ამ დაჯილდოების ცერემონიალში. ძალიან დიდი მადლობა. დიდ წარმატებას გისურვებთ თქვენს და რა თქმა უნდა კონკურსის ყველა მონაწილეს. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ თუ დაინტერესდებით კონკურსით, რომლის სახელწოდება არის ლეონარდო და ვინჩი, შეგიძლიათ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგვერდს ესტუმროთ და იქ არის მოცემული დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ.